შეიძლება. გამარჯობათ მეგობრებო, ჩვენ ძვირფასო პატრიოტებო, აი მოვიდა პარასკევი, აი ამ დღეს მოუთმენად ველოდებით ყველანი, მოვქრივართ, მორბივართ თქვენსკენ ამ გადაცემისკენ, რომ შედგეს გადაცემა. დღეს არის 7:30, 6 საათზე უკვე სტუდიაში ვარ და აი ესეთნაირად მოველით აი ამ თქვენთან შეხვედრას, აი ამ გადაცემას, პატრიოტებთან შეხვედრას. ჩვენ გადაცემას ყავს თავისი მაყურებელი, თავისი მრევლი, ვინც გვიყურებს ჩვენ გვხვდებიან მეზობლები, ახლობლები, ნაცნობები და გვეუბნებიან, რომ უყურებენ ჩვენ გადაცემას, მოწონთ ეს გადაცემა და მოწონთ პირველ რიგში სულისკვეთება ამ გადაცემის, რომ ეს არის სამშობლოს სიყვარულით, აი მართლა გამთბარი გადაცემა და სადაც ჩვენ პრობლემებს ვსვავთ, მაგრამ მარტო კი არ ვლაპარაკობთ, მარტო კი არ ვწუწუნებთ პრობლემებს. ეს პრობლემები ხო ყველამ ვიცით რა ჭირს ჩვენ სახელმწიფოს რა ჭირს, რა პრობლემებია. ეს იცის ახალგაზრდობამ, ძველგაზრდობამ, ყველა ასაკის ადამიანმა, ყველა პროფესიის ადამიანმა განსაკუთრებით თავთავიან დარგებში რა ხდება ან რა ხდებოდა. მაგრამ აი იმის გადაწყვეტის გზებს ვსახავთ ჩვენ. აი ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენ ვართ მამული შვილები, რეფორმისტული ჯგუფი, ჩვენ არა ვართ არც პოზიცია და არც ოპოზიცია, ყოველთვის ამას ხაზს უსვამე. ჩვენ ვართ პატრიოტები, რომელთაც გვინდა რომ ჩვენ სახელმწიფოს შევეხიდოთ და სულ ერთია რომელი მთავრობა იქნება, რომელი მთავრობა მოვა, რომელი მთავრობა წავა, ყველამ გამოიყენოს აი ეს ჩვენი ინოვაციური იდეები, რეფორმისტული იდეები, რომ რა უნდა იყოს ქვეყანაში, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში და აი ეს პრინციპულ დონეზე და თუ მოგთხოვენ რომ რაღაცნაირად კონცეფციად ჩამოვაყალიბოთ ცალკეული რეფორმის, რა თქმა უნდა ამასაც გავაკეთებ თუ იქნება დაინტერესება. მაგრამ სამწუხარო რომ ჯერჯერობით დაინტერესება არ არის, ჩვენი ხმა რჩება ისე ხმაღდებლისად უდაბნოსა შინა, ასე რომ მაინც ჩვენ აი ამ ჩვენ საუბრებს არ ვწყვეთ, ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს მთავრობა თუ არა მომავალი ეროვნული მთავრობა მაინც გადახედავს ამ ჩვენ გადაცემებს და რაღაცას განახორციელებს ქვეყნის სასარგებლოდ. აუცილებლად საჭიროა რეფორმისტული ჯგუფის შექმნა. ჩვენ გვაქვს აი ესეთი მსოფლმხედველობა, რომ ეს რეფორმისტული ჯგუფი უნდა არსებობდეს მთავრობასთან ერთად, აქ უნდა იყოს ჩართული ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, პარლამენტის შესაბამისი კომისიები, თქვათ, ჯანმრთელობის სამინისტროს კომისია თუ საქმე ჯანმრთელობის რეფორმას ეხება, განათლების კომისია თუ განათლებას ეხება, განათლების რეფორმას და შესაბამისი სამინისტროები, მამული შვილები, პოეტები, მწერლები, ახალგაზრდობა, სტუდენტობა, აი ამ რეფორმისტულ ჯგუფისთან უნდა იყოს ყველა თანამშრომლობდეს და შემდეგ რა თქმა უნდა მთავრობასთან ერთად აბა სხვანაირად როგორ გაკეთდება საქმე უნდა მოხდეს ესე იგი აი ამ რეფორმისტული ინოვაციების და სურვილების ხორცშესხმა. აი ერთ-ერთი მათგანია ჩვენ წინა გადაცემაში გავაჟღერეთ და დაინტერესება გამოიწვია იმან რომ ჩვენ ყველანი სამწუხაროდ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ვდგევართ. ჩვენი მდინარეები, ჩვენი ხეობები, ჩვენი ზღვის ნაპირები, ეხლა ამას წინათ თქვენც იყავით ალბათ ზღვაზე და ძალიან ბევრი ნაგავი იყრება. იგივე ჩვენ ზღვის ნაპირზე, სადაც ხალხი ისვენებს, იგივე ჩვენი ბროლივით და ანკარა მდინარეებში და ხეობებში. და ამაში რა თქმა უნდა მოსახლეობა სწოდავს, ხო, როდესაც ადამიანი გამოაღვებს სახლის კარებს და იმ თავის ნაგავს გადაყრის იქვე ხევში, ან მანქანას მოხსნის იმ უარგის საბურავს და დააგორებს ხეობაში. შემდეგ მოვა ნიაღვარი და წვიმა და აი ამ მოგროვებულ ხეობებში მოგროვებულ ნაგავს მდინარეებისკენ წაიღებს და იქ შეიძლება ხიდების ქვეშ მოაგროვოს ეს ნაგავი და გაჭედოს და ასე შემდეგ. მოკლედ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ვარ და სირცხვილია მეგობრებო, სირცხვილია ვეროვლით ჩვენ სამშობლოს. დავდივართ ამ რუსთაველზე, დავზუნძულებთ გვინდა ევროპაში და იგივე იმ რუსთაველის ქუჩას როგორ ვანაგვიანებდით, როგორ ვაფუჭებდით, როგორ წვავდით იქ სკამებს, შაშხანებს ვისროდით, მოლოტოვის კოქტეილებს ვისროდით და საშინელ ტონობით ნაგავს ტოვებდით აი ამ ძალადობის შემდეგ, რაც ევროპას სახელით აი ამ რუსთაველზე რომ დავრბოდი. ბოლოს ამით თავდებოდა, რომ მოდიოდა დასუფთავების მანქანა და ტონობით ნაგავს ეზიდებოდა სხვადასხვა მიმართულებით. მაგრამ ნაგვის შეგროვება ერთია და გადამუშავება მეორე არის. აი თქვენ რომ
ავჭალის ზევით მოგეხსენებათ რა ქვია ამ ტრასას თუ მოვიწყდება ავჭალა შემოვლითი გზა რომ არის და რომ გადიხარ შემდეგ ისევ ხეობაში ლილოსში რომ ამოყოფ თავს აი მთელი ეს გზა მოფენილი არის ნაგვით რატო არის მოფენილი ნაგვით იმიტომ რომ იქ არის უზარმაზარი თბილისის ნაგვსაყრელი ეხლა იყო ლაპარაკი იმისა რომ ჩვენ რაღაცა ნაბიჯი გადავდგვითო რომ ამ ნაგავს მარხავთო და მიწა ეყრებაო და მეგობრებო მარხავდი, როდესაც თქვა ნაგვის სიმაღლე აღწევს 2-3 მეტრს. თქვა აიყვან ტრაქტორს და ამ ковშით დააყრი მიწას, მაგრამ როდესაც 50-60 მეტრის სიმაღლე ნაგვის მთები არის, თბილისის ირგვლივ იქ აი იმ ხეობაში, იმას რა მიწას დაეყრება. ანუ ისევ პრინციპში ღია წესით ქალაქის თბილისის ნაგავი ისევ ღია წესით იყრება. ზევიდან დადის ტრაქტორი, მაგრამ იქ არავინ არ აყრის ამას ნაგავს. იპრესება ეს ნაგავი, ადგას საშინელი სუნი, საშინელი ანტისანიტარია და შემდეგ როდესაც ძლიერი ქარი დაბერავს, მთელი ეს პოლიეთილენის პარკები 10 კილომეტრზე და ყველაფერი ის სიბინძური 10 კილომეტრზე ხეებზე კიდია და აი საშინელი კატასტროფა იმ ხეობაში გავლა და რითი ვერ მოხერხდა მეგობრებო რომ სახელმწიფო დონეზე გადავწყვიტოთ და ავაშენებთ ნაგავ გადასამუშავებელი ქარხნები ეს ევროპაში არის ყველა აზიაშიც იგივე იმ თქვენ ტაილანდში ტაივანში იგივე იმ ჰონკონგში იგივე იმ ჩინეთშიც უკვე დიდი ხანია ყველა ქალაქის განაპირას დგას ესე იგი ნაგვის დახარისხებისა და ესე იგი გადამუშავების დანადგარები, უზარმაზარი ქარხნები ქალაქის გაბარიტების შესაბამისად და გადამუშავდება, ესე იგი ჩვენ წინა გადაცემაში ვთქვით რომ პოლიეთილენი, ხო, ეს პოლიეთილენი პლასმასი ხარისხდება ესე იგი ხარისხის და მიხედვით და ეს ყველაფერი არის დიდი ფული. იმიტომ რომ მეორადი ბევრი რაღაცა კარგი ნივთების ესე იგი წარმოება შეიძლება. ასევე რეზინა, ეს ამდენი საბურავები ჩვენ ქუჩებში რო ყრია მიტოვებული და ხეობებში და მდინარეებშიც რო აგორებენ ამ რეზინის საბურავებს, რომელიც საუკუნეები ჭირდება რომ დაიშალოს, ამას ბუნება ვერ ითვისებს საერთოდ. რეზინის გადამუშავება ცალკე ხდება, მეტალი ცალკე მიმართულებით მიდის, მუყაო, ეს ამდენი მუყაო მაღაზიები მოგესალმებათ სულ იმპორტზეა, ხო, ჩვენი მაღაზიები. პრაქტიკულად შედის აუარება პროდუქტი მაღაზიებში და ეს აუარება მუყაოს ყუთები მე ასე ვანდალურად იტენება ფეხით თუ ჯოხით თუ ქვებით აი ამ ურნებში სადაც უნდა ჩაიყაროს თქვა მართლა ისეთი ნაგავი რომელიც დაწვას ექემდებარება და სხვას არაფერს აი ეს მუყაოს ქაღალდები რომელიც უნდა დაფასოვდეს და ასე თქვა ორგანიზებულად უნდა გავიტანოთ ეს არის ხეთყე სინამდვილეში ეს არის დიდი სიმდიდრე დღეს მეწარმეს მუყაოს ყუთი რომ დაჭირდეს ხომ გეუბნებით $2-მდე ასული. აი ელემენტარული ესეთი პატარა ზომის 30-40 სანტიმეტრიანი მუყაოს ყუთები რომ დაგჭირდეს. შენი პროდუქტის ჩასალაგებლად უნდა შეუკვეთო და $2.5 ღირს თითო თქვენ წარმოვიდგინეთ. აი ხომ შეიძლება ამ მუყაოს ყუთების ორგანიზებულად ესე იგი შეგროვება და შემდეგ ერთ ადგილზე თავმოყრა ზომების მიხედვით დახარისხება და თუნდაც გაყიდვა. აი გადამუშავების გარეშეც თუ ეს ყუთები შელახული არ არის, შეიძლება გადამუშავების გარეშეც გაიყიდოს და ამის მსურველები იქნებიან. თქვათ მეორადი გამოყენების კუთხით და მესამედი და მეოთხადი გამოყენების კუთხით შეიძლება მართლა გადამუშავდეს და ახალი მუყაოს ყუთები დამზადდეს. ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი სიმდიდრე. ეხლა მოგეხსენებათ ის ნაგავი რომელიც წვას ექვემდებარება ის იწვება სპეციალურ ღუმლებში არის ამის სპეციალური ქარხნები იგივე ბევრ ქვეყანაში თქვენ კარგად დადიხართ ევროპაში და არც უნდა მას სიარული YouTube-ზე აკრიბეთ და პირდაპირ ნახავთ რომელ ქვეყანას რა მოწინავე ტექნოლოგიები ან კუთხით და მიიღება ელექტროენერგია აი ამ დაწვით მიიღება ის უკვე ის პროდუქცია რომელიც ნაგვისის ნაწილი რომელიც უკვე რაღაც ამორფულია და აღარ იმუშავება მეორად გადამუშავებას არ ექვემდებარება ის იწვება და გამოიყოფა ენერგია და ისევ ქალაქს ხმარდება ეს ელექტროენერგია აი ეს მთელი პროცედურა უამრავ მუშახელს მოითხოვს და აი სწორედ ის დასაქმება რომელსაც ყადაღებული დასაქმება ჩვენ რომ ამბობთ რომ აი უმუშევრობა გვაქვს და უმუშევრობა და აი გააკეთოს ქალაქმა მერიამ თქვა ითავს დააფინანსოს პარლამენტმა დაიწყოს ამაზე ფიქრი რომ
საქართველოს თითოეულ ქალაქში, მსხვილ ქალაქში, თქვათ, არა მარტო ბათუმი, ქუთაისი და თბილისი გულისხმობა, არამედ იგივე შეიძლება სამტრედია, ზესტაფონი და პატარა ქალაქებიც, პატარა გაბარიტების ქალაქებს გქონდეს თავისი შესაბამისი გადამუშავების ქარხნები, სადაც მოხდება ეს გადამუშავება და ესე იგი ყველაფერი ეს წავა მოგებაზე და თან ბუნება დაიზოგება, მეგობრებო. ეს ყველაფერი ეხლა ვითომ სადღაც გროვდება და სინამდვილეში არსად არაფერი არ გროვდება, ამას ყველაფერი ქარი იტაცებს და ეს ამდენი სიმსივნე რო გვაქვს და ყველა ონკოლოგიაზე მივდივართ, აი ეს პოლიეთილენის შემდეგ იშლება ბუნებაში და ეს მიკრონაწილაკები ჯდება ჩვენ ფილტვებში, ჩვენ ბრუნქებში და იწვევს სიმსივნეს და ასევე რამდენი ბავშვი ყავს სისხლის გათეთრებით ავად. აი ამაზე რატო არ ვფიქრობთ, რატო არ ვლაპარაკობთ? ნუ თუ ეს არ არის აქტუალური, ხო? ეს ერთი რომ ჯერ ბუნებას გადავარჩენთ, მეორე სამუშაო დასაქმება გვექნება მაღალ დონეზე, რაღაცა გარკვეული ხალხის დასაქმება და მესემა ის რომ ჩვენ გადავრჩებით აი ამ ონკოლოგიას და აი ამ საშინელ ალერგიებს და თავის ტკივილებს და მთელ აი ამ გამოვლინებებს. და მეოთხე კიდე ის არის რომ მეორადი, მესამედი გადამუშავებით ახალი პროდუქცია იქნება და იმ ახალ საწარმოებში რაღაცა პროდუქციით ჩვენ ესე იგი ბაზარზე გავალ და აღარ დაგვჭირდება ჩინეთიდან და იმიდან შემოტანა ირანიდან იმ ფილების, თქვათ, რომელთაც შემდეგ ვაგებთ. აი მშვენიერი ფილებს აკეთებენ აი ესეთი ინერტული მასალების გადამუშავებით და არ დაიყრება ეს ღია ბუნებაში. აი ჩვენი რემონტი, თქვათ, ბინაში რემონტი, რამდენი იქ დამტროული კაფელია, ბეტონის ნაგლეჯებია, აგურის ნატეხებია, ცემენტის დამტროებია. ეს ყველაფერი ღია წესით სამწუხაროდ იყრება ბუნებაში. არის ადგილები, მე ვნახე ეს ადგილები, როცა შეიძლება ამის გადამუშავება და ათასნაირი პროდუქციის მიღება. ასევე რეზინის საბუროებისგან აკეთებენ რეზინის ფილებს და მილიონი რაღაცა ეხა მეგობრებო თქვენს კარგად იცით YouTube-ზე შეიძლება სულ არა აუცილებელი რომ 20-25 წელი სადღაც იცხოვრო, დღეს თუ გაქვს სურვილი, მთელი სამყაროა ჩვენ ხელის გულზე და ყველაფერს მოიძიებ და ყველაფერს ნახავ შენი თვალით. ყველა ენაზე სხვათა შორის. ამიტომ მე ვთხოვ აი კომპეტენტურ ორგანოებს, ჩვენ პარტიებს, ჩვენ არასამთავრო ორგანიზაციებს, მთავრობას რომ ამ კუთხით ესე იგი ნაგვის დახარისხებისა და გადამუშავების კუთხით უკვე ვიფიქროთ, იმიტომ რომ ნაგვავში ვიხჩობით, მთელი საქართველო ნაგავში იხჩობა. და საშინელება თითოეული ქალაქის ნაგვსაყრელზე რომ გახვიდეთ, ისე გრძელდება ეს საშინელი ანტისანიტარია, რაც იყო კომუნისტების დროს. აღჯდება უამრავი ფრინველი, უამრავი ძაღლი და კატა, რომელიც აქ მოღვაწეობს, გააქვთ ეს ყველაფერი დაავადებების სახით და არ ვიცი საბოლოო ჯამში ესე იგი რას დაემსგავსება ჩვენი ქვეყანა. სამწუხაროდ ვართ ამ ხრივ ძალიან ჩამორჩენილები, მესამე რიგის კი არა, მეოთხე, მეხუთე რიგის ქვეყნების რანგშიც არ გავდივარ და დრო ამაზე ვიფიქროთ. აი დღეს ჩვენი სტუმარია დამსახურებული ექიმი ბატონი ჯუმბერ ბოლღაშვილი, დიდი პატრიოტი, მამულიშვილი. აი მე მინდოდა რომ მას აი თემაზე თავისი პოზიცია გაემჟღავნებინა როგორც მედიკს, როგორც ექიმს, როგორც მამულიშვილს. აი რა სიტყვით ბატონი ჯუმბერ? მოგესალმებით ყველას, მადლობა გამოსვლის საშუალებისთვის. ნუ ნაგავი აქტუალური თემა არის, ძალიან აქტუალური თემა არის. გინდ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, გინდა სოციალური თვალსაზრისით, ყველა ასპექტით. მე მოვიყვან ერთი ჩემი თვალით ამაქვს წაკითხული, შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ გადამუშავებულ ქარხანაში 1 ტონა ნაგავი ღირს $500. კიდე წარმოიდგინეთ, რომ ის რო იყიდება $500, იქიდან კიდე ვიღაცა შეღავას ღებულობს, რაღაცა მოგებას ღებულობს. ნუ ასევე დასავლეთის ქვეყნებში წარმოებები არის გადამუშავების და რეციკლური პროდუქცია გამოდის. იგივე ბოტასები, რაღაცა ის რაც პლასმასთან არის დაკავშირებული და მუყაოსთან იქიდან ყველაფერი. ახლა ძალიან აქტიურად ჩამოყალიბდა
შუშა ნაკლებად იწარმოება და იყიდება ვთქვათ ყოველდღიური მასში, მაგრამ მაღალხარისხოვანი წყლები ძირითადად საფრანგეთში მაგალითად შუშაში არის და იმ შუშის რეციკლიც მიმდინარეობს და აკეთდება. ნუ ამას ეხლა თავის დროზე დიდი შეცდომა და დიდი მე ვფიქრობ რომ დანაშაულებრივი ქმედება იყო ის როცა ნაგავს საყრელი მოათავსეს იქ არის უძველესი სოფლები ნორიო და მარტყოფი იმის თავზე არის და თქვენ სწორედ ბრძანეთ მე მაგ იქით სახლით მოშორებით მართალია მაგ ადგილიდან და ის სუნი და უბედურება ჩემამდე არ აღწევს მაგრამ სადაც აღწევს საშინელება არის იქ და ნუ დიდი კარი არ ჭირდება პატარა ნიავი და მოფენილია ცელოფნის პარკებით და დადის გუშები და აგროვებენ და ყველაფერი ეს გარდა მაგისა გინდა ჩამარხე გინდა გადამარხე ნაგავი ნაგვად რჩება მრავალი ათეული წლების განმავლობაში და იქ შერეული ნაგავს იმას თავისი გახსნის პერიოდები სულ სხვადასხვანაირი აქვს და იმ გახსნის სიტუაციაში კიდე პერიოდში რა გარდა იქმნება ჯერ მეცნიერებამაც კარგად არის ის რო იტყვიან. ნუ ბუნება რა დღეში ვარდება იქ კიდე ყველაფერი და თქვენ წარმოიდგინეთ რომ მოსახლეობა კიდე ეს სუნი ჩადის ქვევით აი არ ვიცი სად არის ლილოს ბაზრობას ცდება და დასახლებებს და რაღაცა. ეგ დანაშაულებრივი ქმედება იყო მე ესე ვთვლი არ ვიცი. საერთოდ მოვიდა დრო რომ ყველაფერს თავის სახელი დაერქვას მე მგონი. ნუ აი თქვენ გამოსვლაში თქვენ აპელირებთ ხშირად მეც თქვენთან ერთად ხელისუფლების ჩარევის გარეშე დიდი საქმე ვერ კეთდება საერთოდ ვერცერთ ქვეყანაში. რამდენიც არ უნდა იძახოს ოპოზიციაში მყოფმა ჯგუფებმა ჯერ მოდი ხაზი გაუსვათ არის ალბათ ჯანსაღი ჯანმრთელი ოპოზიცია რომელიც რადიკალური ქმედებების და რადიკალური ვთქვათ აქტიურობის გარეშე მოღვაწეობს ვთქვათ ანუ იმ დანაშაულებრივის ზღვარზე კი არ არის არამედ იმ პოზიციების იკავებს რაც მეცნიერულად ვთქვათ დადასტურებულია რომ უკეთესი იქნება და აი იმ პოზიციიდან აკრიტიკებს ვთქვათ ხელისუფლებას ნუ ხელისუფლებას თუ არ გააკრიტიკებ ის მით უმეტეს ის რომელიც დიდხანს არის ხელისუფლებაში ის აუცილებლად ეფლობა რაღაცა თავის აურაში რაღაცაში რომელშიც თვითკმაყოფილებაში ნუ მაგის მაგალითი ჩვენ მე მგონი გქონდა და გვაქვს კიდევაც ჩემის აზრით იცით საერთოდ სამწუხარო არის ის რომ იმ 35 წლის განმავლობაში ვერცერთმა ხელისუფალმა ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ დადო ვერანაირი პროგრამული დოკუმენტი ვრცელი რომელშიც ყველაფერი იქნებოდა აღწერილი რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ქვეყანა დაემსგავსოს მართლა ქვეყანას და მოსახლეობა კი არ იკლებდეს თავის რაოდენობაში თუნდაც და ხარისხობრივ ინტელექტუალურ ან სამეცნიერო მაჩვენებლებით არამედ რომ მატულობდეს ანუ პროგრამული დოკუმენტი არ არსებობს მრავალწლიანი ვთქვათ შედეგის მისაღწევად ნუ ბევრი ესეთვის პოლიტიკოსი გამოდის რაღაცა თავის წინადადებით მაგრამ ამ იდეოლოგიური საფუძვლების შეკრებას ვერავინ ვერ ახერხებს რატომღაც ანუ პროგრამული დოკუმენტი არის საჭირო იმისთვის რა გვინდა რა უნდა ამ ქვეყანას ეხლა ერთი არის რომ ხელისუფალს რა უნდა მაგრამ მეორე არის კიდე მოსახლეობას და ხალხს რომელიც ირჩევს ამ ხელისუფლებას რა ჭირდება რა იქნება მისთვის უკეთესი სამშობლო მიწა-წყალს რა ეშველება დღევანდელი ხედვის მიხედვით დღევანდელი სიტუაციის მიხედვით თუნდაც კი გამოდის ხელისუფალთა წარმომადგენლები და იმაში კარგად ვართ ამდენი მოგება გვაქვს ამდენი რაღაცა გვაქვს მაგრამ ხალხი დაიცალა ეს ქვეყანა ქუჩაში გახვალ გენაცვალე და 10 კაცის გავლილ კაცში 3 თუ ამოარჩევ ქართული იერით ეს კარგი შედეგი იქნება დანარჩენი სხვა იერით დადის
მე იერს კი არ უწუნებ, ყველა თავის სამშობლოში იყოს და კარგად იყოს გენეცველი უმრავლესობაში და მე ამ საქართველოში მინდა რომ უმრავლესობაში იყოს ქართველი გენეცველი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მრავალი ასეული წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად მოღვაწეობს, ცხოვრობს, არის და საქართველოს შვილები არიან სხვა ეროვნების წარმომადგენლები, მაგრამ მე მაინც მინდა რომ ქართველები მეტნი იყვნენ. და ამაში ცუდი არაფერი არ არის. კარგად უნდა იყოს დანარჩენებიც, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი უმეტესობა, ფიზიკური უმეტესობა მაინც უნდა იყოს. როგორ შევქმნათ ის დოკუმენტი, რომლითაც რაშიც იქნება გაწერილი, რა არის დასაშვები და რა არის დაუშვებელი, მაგალითად. აი, ქუჩაში სხვადასხვა პოლიტიკურ, ვთქვათ, აქტივის ადამიანს შეიკითხები მიწის თაობაზე და ყველა თანხდება თითქოს იმაში, რომ მიწა ეს არის ისეთი ხელშეუხებელი რამ, ქართული მიწა ყველასთვის, მაგრამ აი ამ მიწის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით მაინც ვერ ერთიანდებიან ვერავინ. ყველა ცალ-ცალკე გამოდის, ყველა ცალ-ცალკე ლაპარაკობს და ამ დროს ხელისუფლება იძახის, რომ როგორ მიწა იყიდება დღესაც გენეცველი. მიწა სხიზდება დღესაც. და მე გამიჭირდება იმ ხელისუფლების კიდე მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ დამიჭერია მხარი, თუ კი გაგრძელდება ეს სიტუაცია და ჩამოყალიბდა უკვე მცნებები ისეთი, რომელიც არაბიზაცია ქვეყნის, ინდოეთიზაცია და ასე შემდეგ და ასე. ეგ მოგონილი ხო არა რეალურია. არავითარი ბიზნესი ამაში არ ხდება, არავითარი მოგება ამაში არ ხდება. არის მე მგონი ქართული ხალხის და საქართველოს გენოციდის ერთ-ერთი ელემენტად თვლიმე მაგას. აი მე სპეციალურად ვიყავი იუსტიციის. როცა იცით რა მინდა ვთქვა, რომ ხელისუფალმა დღეს უნდა გადაწყვიტოს, რომ ეს ღიად ადამიანებს უნდა უთხრას, რომ კი, თავის შეცდომა უნდა აღიაროს და მორატორიუმი მაინც დააწესონ მიწის გასვლისა და გადაკეთებაზე კიდე. რანაირად, კაცო, პირიქით უარეს აკეთებენ. პირიქით აკეთებენ უარეს. ამიტომ ვიღაცებმა უნდა ილაპარაკოს, ამისთვის ხების სროლა არ არის საჭირო. ამისთვის არის აი ეს საუბარი საჭირო. საზოგადოებასთან პირველ რიგში. საინტერესო რა იცით, მე იუსტიციის სახში ვიყავი სპეციალურად აი ამ მაგ მოტივით და ოპერატორ გოგოსნას ვეუბნები, რომ მიწა იყიდება უცხოელებზე, არა მოქალაქეებზე. კიო იყიდება, მოთხარი რა ფორმით იყიდება, უბრალოდ სასოფლოს ვერ გადაიფორმებენო, ანუ სასოფლოს ვერ გადაიფორმებენო, მაგრამ თუ არის არა სასოფლო სტატუსით, რამდენიც გინდა, იმდენი იყიდე. ეხლა მე სხვა ასე კითხვას, არა სასოფლოს მიწას მოგყიდიან ისრაელში, თქვა 10 გექტარს. აი მე რო ჩავიდე ისრაელში და 10 გექტარის თანხა მქონდეს. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი, ხო? 10 გექტარს კი არა, 1 სანტიმეტრს არ მოგყიდიან არა სასოფლოს. გამორიცხული არის. იქ თუ ესე იგი არასასოფლო მიწა თქვა გაიყიდება ისრაელის მოქალაქეზე და შენ კიდე განაცვალე შედი შენი აქციებით, შენი წილით და ასეა ყველა ქვეყანაში. ჩვენ აქამდე ვერ მივედით. მე ამ ბინებს რო ყიდიან, იგივე მიწის გაყიდვა არ არის, ბინას რო იყიდა, ეხლა შენ 10000 კაცი რო ჩამოგივა და აქ ბინას იყიდის. მე ხო უნდა მიცე იმას მოქალაქეობაც და საბუთის და აცხოვრო აქ არა ისწავლოს მის მაშულმა, აბა ბინა რატომ იყიდა, ესე იგი იმიტომ იყიდა, რომ უბრალოდ შორიდან უყუროს, თქვათ ინდოელმა ბომბეიში ცხოვრობს და იყიდა აქ ბინა საბურთალოზე, ხო? 5 ოთახიანი ბინა, ან 2 ოთახიანი რა მნიშვნელობა აქვს. რატომ იყიდა, რომ ბომბეიდან ჭოგრიტით უყუროს ამ ბინას? თუ ჩამოიყვანოს თვითონ თამოვიდეს თავის ნათესაობა და მანდ როგორც ვიცით, ერთი კაცი კი არა, 30 კაცი ცხოვრობს იმ 2 ოთახიანში და კიდე რასაკეთებენ, არავინ არ იცის, ხო? ანუ ამ ბინებს საცხოვრისებს რო ყიდით, რის ფასად ხახნო? მე ამ ხალხებს ჩვენ ადამიანებს ხო ვერ გავუშვებთ, არა? ესე იგი უნდა მივცეთ საბოლოო ჯამში მოქალაქეობაც, უნდა მივცეთ შრომის უფლებაც, სწავლის უფლებაც, აცხოვრების უფლება და ასიმილაცია მეტი კი არაფერი არა. ამაზე რატო არ ვფიქრობ? არ მოხდება ასიმილაცია. ხო, ის ადამიანები ისინი დარჩებიან. არა, ასიმილაცია მაგას ვთქვი, ჩვენი ასიმილაცია მოხდება. ასიმილაცია არ ხდება, ჩვენი დესიმილაცია. ხო, მაგ ვიფიქრე რა, ზუსტად ეს და. მეგობრებო, აი ზოგ-ზოგები რო იძახით, რომ არ არის ამის საშიშროება, არ არის საშიშროება. ეხლა ეს დეველოპერების აი ამ დიდ მადას ხო არ უნდა გადავყვეთ ჩვენ. მე ადრეს ვთქვი წინა გადაცემაში, რომ
ამ დეველოპერებს შეიძლება დაეხმაროს სახელმწიფო არა იმით, რომ აი ესე უპრაკნოდ ყიდოს უცხოელებზე ბინები, არამედ იმით, რომ ადგილობრივ ახალგაზრდობას, ადგილობრივ მაცხოვრებლებს მიცეს დაბალ პროცენტიანი კრედიტები სახელმწიფომ, რომ მან შეიძინოს სწორედ ეს ბინა დიდი გაჭირვება უბინაობის პრობლემებში ვარ ჩვენ, როცა ამ დროს ინდოელები, ბანგლადეშელები და პაკისტანელები აი ჩვენ ბინებს ეპატრონებიან, რაც ჩვენ პოტენციაში უნდა გვეყიდა, რაც ჩვენ ახალგაზრდობას უნდა ეყიდა, ეცხოვრა, დაუჯახებული იყო გასამრავლება და საბედნიეროდ, ხო? მაგრამ რა ხდება სიამბილეში ის შეძლებული ირანელი ყიდულობს, შეძლებული თურქი ყიდულობს ამ ბინებს, ბანგლადეშელი, პაკისტანელი და ასე შემდეგ და თანატოლობით დემოგრაფიული სურათი იცვლება და ეს არ არის საშიშროება. აი, სანამდე შეიძლება ასეთი ბედოვლათობა და ბედოვლათობა და აი ასე თქვა ლობიოს ჭამა გაგზდეს საზოგადოებაში. ბატონ გიგა რა სიტყვით ეხლა ამ თემაზე? არაფერი ბატონო გიორგი, მე ვიტყვი მე ცოტა რადიკალურად ლაპარაკობ ხოლმე და იმიტომ რომ ხედავ მე აქ რომ მაგალითად მერიაში ხა კახაკალაძე რომ მოვიდა მაგალითად მეორედ მე დარწმუნებული ვარ ხალხმა რომ აირჩია არ აირჩიეს იმიტომ რომ არაბული ქალაქები აეშენებინა ხო ეს ხო მართალია ახლა ეს ხო ფაქტია ბოლოს დაანონსა არაბული ქალაქები ხო არ აირჩიეს იმიტომ რომ მაგალითად მთელი ეს ამდენი უბედურება რომ დააბეტონეს მთელი საქართველო და მთელი ქალაქი რო დააბეტონეს ამის გულისთვის არავის არ აურჩევია ჩვენ უბრალოდ გვატყვილებენ კი არა თავს ვიტყვილებთ უბრალოდ ხალხო ერთი რაღაცა მიხვდით რა რომ მიდის აქ საქართველოში გენოციდი ქართველების რა პირდაპირ უნდა ვთქვათ რას ველოლიავებით ეს ვთქვათ მაინც კაცო გენოციდი მიდის პირდაპირ არ მიდის ახალისება არაფერზე არც გამრავლების საკითხზე არავინ არ ლაპარაკობს არ ლაპარაკობს არ სწავლის საკითხზე და განათლებაზე ეხლა შემოვიდა ეგერ მინისტრი და გველაპარაკება მე უბრალოდ ყველაზე ცუდი რა არის ნაცაში რო თვაქში რო ნაცას გაყრიან ეგ მიქანაძე რომ არის რა მინისტრი წამობრძანდა აგერ და დაგვიწყო თურმე ახსნა განმარტება რომ თურმე ის სკოლის ფორმები რომლებსაც ესენი კერავენ ეს არის თურმე ბავშვებისთვის იდეალური გადასაწყვეტი და გადაწყვეტილება და უბრალოდ რაღაცა არის რა აკრიფეთ უბრალოდ ინტერნეტში და ნახეთ სკოლის ფორმები რა მატერიისგან იკეთება მატერიისგან არაქსოვილებისგან იკერება ყველგან წერია აბსოლუტურად ყველგან აი ChatGPT-ს რო ეძახიან დღეს და ინტელექტიო რო ეძახიან ხელოვნურიო პირდაპირ წერია რომ 70% უნდა იყოს ბამბა და 30% უნდა იყოს მერე სინთეტიკური დანარჩენი სინთეტიკური თუ არ იქნება მაგალითად 100% ბამბა 30 რომელიც მერე ხელს უწყობს რომ უფრო მყარი იყოს, უფრო წელვადი იყოს და არ დაიხეს მალე. ზუსტად ეს წერია და არ წერია იქ რომ 100% იყოს სინთეტიკა. და პატარა 6 წლის ბავშვებს უნდა ჩავაცვათ ეს სინთეტიკა და იცახიან ეს არავითარ ალერგიას არ გამოიწვევს, არავითარ იმას არ გამოიწვევს და 70 ლარი ეღირება. ნუ მარტივია რა, აქაც ფულის კეთებაზე მიდის საქმე. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ არ შეიძლება რა, რომ ესე დაუკითხავად ესე რომ ჯერ ეს ერთი რატო უნდა ჩამოვიდეს ჩინეთიდან. როცა შეიძლება საქართველოში სამუშაო ადგილებზე ვლაპარაკობთ და მოიფიქრე შედალოცვილო წელს ნუ ჩააცვენ, წელს ადექი ჩამოიტანე, დაზგები ჩამოიტანე, ყველაფერი დანადგარები და ააკეთებინი აქ საქართველოში. და ასაქმე აქ ქართველი ხალხი. საქართველოდან რო გარბიან მთელ ევროპარულმა აქ შემოვლილი. არა ამაზე არავინ არ პი ჩინეთიდან იქ რა ქვია თემორომარი რაღაც იმაში გამოიწერენ მისცემენ შეკვეთას და ჩამოდის პირდაპირ აი ეგეთ დონეზე არის დასული საქართველო უკვე რა ეგეთ დონეზე არის და მე ამაზე ვგიჟდები როგორ შეიძლება რომ საქართველოში რადაც მილიონი რაღაცა იკერებოდა ხო საფეიქრო მრეწველობა იყო აბრეშომს უშვებდნენ ყველაფერი იყო საქართველოში დღესდღეობით ეს ყველაფერი გაქრა და გამოწერა მიდის რომ სკოლის მოსწავლეებმა ჩინეთიდან გამოიწერონ და ჩამოიტანილი ტანსაცმელი იყიდონ აი მართლა კატასტროფა ამაზე რძენია უკვე ეს ყველაფერი რა ვიღაცა იტყვის რომ იცი რა ესე არ უნდა ვილაპარაკო რანაირად უნდა ვილაპარაკო დასალაპარაკებლად არც ერთი მთავრობის წევრი არ მოდის არ გელაპარაკება ვის ელაპარაკება აგერ ბატონმა ჯუმბერიმ თქვა რომ ორი ოპოზიცია არსებობსო ერთი არისო რადიკალური მართლა ის ვინც არიან და მეორე არის ჩვეულებრივი რომელიც ლაპარაკობს ისეთ საკითხებზე რომელიც მართლა საქართველოსთვის არის მისაღები და აუცილებელი მაგრამ არაც ვის არ აწყობს ზუსტად ესეთი ხალხი ვის არ აწყობს მთავრობას არ აწყობს კიდე ოპოზიციას ამიტომ მთავრობას ყველაზე მეტად აწყობს ზუსტად ის ოპოზიცია რომელიც წივის და კივის და დღესდღეობით ეხლა შემოაგდეს თურმე არ ვიცით ჩვენ ეხლა ბარამიძე ვინ არის რა ბანდიტი და რა ის არის მაგას ჩემზე უკეთესად კაცშვილი არის ნობს
კლაკამოს ქუჩაზე, იქიდან ვარ მე 23 სკოლა მაქვს დამთავრებული. ძალიან კარგად ვიცნობ, ვინც არის მაგისი, მთელი სამაგებრო ვიცი, ვინც არის. ვინც არის და რასაც აკეთებდა და როგორიც იყო და სად ცხოვრობდა ზუსტად. მაგიც ვიცი, ყველაფერი ვიცი. და როგორ მოდიოდა, რა ნაბიჯ მოდიოდა. და ყველაფერი ვიცით, რაც გააკეთა სვანეთში ვიცით და დღეს თურმე გახდა რომ კაცმა თქვა ესეთი რაღაცა და ეს როგორ გაბედა. მაგაზე უარესი რაღაცეები კი არ თქვა, გააკეთა. მაგრამ პასუხი არავინ არ მოთხოვეს და დღეს თხოვენ პასუხს თურმე არ იქა ეს უნდა მოთხოვოთ პასუხი. სად იყავით 15 წელი? 15 წელი სად იყავით? მაინტერესებს 15 წლის განმავლობაში რატო არ მოთხოვეთ პასუხი? ეხლა გაგახსენდათ, იმიტომ გაგახსენდათ, რომ ამით გინდათ რაღაცა გადაფაროთ. უფრო ცუდი რაღაცა, რომელსაც აკეთებთ, რომ გადაფაროთ აი ამ აჟიოტაჟით და უბედურებით. რასაც აკეთებთ, ყველამ კარგად ვიცით. რაც ხდება კრწანიში, ვინმე ხმას იღებს ტელევიზორში გამოსულა, ვინმე, იქ რო ადამიანები არიან ასულები. და როიცავენ იმ ტერიტორიას. ვინმე გამოვიდა და ილაპარაკა ამაზე მთავრობიდან, ან მივიდა მთავრობის რომელიმე წევრი და კითხა, ბიჭებო, გოგოებო, აქ რას აკეთებთ? ხატია რომ არის ჯანაშია. გმირი გოგო, რას აკეთებ? ხატია, რა გინდა აქ? რატომ არავინ არ მიდის? რატომ არის უგულებელყოფილი და იგნორირებული? იცით რატომ არის? იმიტომ რომ არა ხართ მართლები. იმიტომ რომ არასწორები ხართ, იმიტომ რომ არ იქცევით კარგად. აი იმიტომ არის ეს ყველაფერი. ზუსტად ამაშია საქმე და ყველაფერი ცუდად მიდის რაღაცის გადაფარვა. დღეს გამოვიდა და ხვალ იქნება ეხლა ბოკერია სიტყვიან რომ თურმე ეს რა ცუდი კაცი ყოფილა. ყველაფერი ვიცით. მობრძანდით ბატონო დაგველაპარაკეთ, გეტყვით ვინ არის, ვინ რა იყო, მაგრამ თქვენ ეს გაწყობთ ეს არეულობა. ეს სიტუაცია გაწყობთ და ხალხის პირდაღებული გვიყურებს და გიყურებთ. ზუსტად ეს არის მეტი არაფერი არ არის განსხვავებული. დღესდღეობით ეხლა ლაპარაკობთ თურმე აი ჩვენ ასეთი ბედნიერების ინდექსით ამას გავასარით 7%. რითი? ქვეყნის გაყიდვით შემოდის ფული. რითი შემოდის? აბა საიდან შემოდის? გამაგებინეთ ხალხო. რითი შემოდის და ხალხი რომელიც საზღვარგარეთიდან ფულს გზავნის. აი იქიდან შემოდის ფული. აბა მითხარით ერთი რა წარმოებაში, ერთი რა პროდუქტი გაქვთ გამოშვებული, რომელიც საქართველოში იყიდებოდეს. რა პროდუქტს უშვებთ? 0.01% რომ არის გამოშვები, ლურსმანია, იმას არ უშვებთ. პროვოლკა, იმას არ უშვებთ. რას უშვებთ საერთოდ, რას აკეთებთ საერთოდ, სადაც ჩარხებიდან დაწყებული ყველაფერი გამოდიოდა საქართველოში. მე მუშაობდი მაგალითად საქსოფ მანქანაში, მithქვია კიდეც. მოтобლოკებს უშვებდით. მოтобლოკებს უშვებდით, იტალიურ მოтобლოკებს, გოლდონის მოтобლოკებს უშვებდით. ძრავებს ვაწყობდით თავიდან ბოლომდე აქ. დღეს სად არის? განადგურებულია. აღარ არსებობს. სპეციალისტები დარჩენ, მაგრამ ის სპეციალისტები ხვალზე აღარ იქნებიან. და რაზე მელაპარაკებით საერთოდ? რაზე მელაპარაკი გვიждები რა? თურმე აქ კოკაკოლას რო გამოუშვებენ და საზღვარგარეთ გაყიდიან, თურმე ეს არის ძალიან დიდი მოგება. რა მოგებაზე მელაპარაკ? ღვინოს რო გავითანთ თურმე რაღაც რაოდენობის ბოთლებს თურმე ეს არის ხო რა? ეს არის აი აფხელა მოგება, რა მოგება ვნახეთ ხალხო. საქართველოში წარმოება არ არსებობს. ამას რატო არავინ არ აღიარებს? არ არსებობს, იმიტომ რომ არ მიდის საქართველოს წარმოების ქვეყნა და არ არის საქართველო. საქართველო არის ტურისტული ქვეყანა. საქართველო არის მომსახურე პერსონალის ქვეყანა და ზუსტად იგივე ხდება. განათლებაშიც ტურისტული ქვეყანა არის და აბსოლუტურად ეგ არის რა. ყველაფერში არის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა ჩვენა ვართ. ქართველი და საქართველო არის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ყველაზე ჩამორჩენილი. აბსოლუტურად არაფერს არ ვაწარმოებთ. რას მელაპარაკებით? მაღალ მატერიალზე. არ გინდათ დანახვა? ნუ დაინახავთ, თქვენი საქმეა რა. და თუ დანახვა გინდათ, დაინახეთ, აბა მითხარით, ერთი გამოვიდეს რომელიმე, დამიჯდეს ერთი, რომელიმე, ვინც გინდა იყოს ყველაზე პატარა ფუნქციონერი, დამიჯდეს და დამელაპარაკოს. მაგრამ ჩემნაირს არ მიიწვევენ, იმიტომ რომ მე მართალი ვარ, ისინი კიდე აბსოლუტურად ჯერ გაუნათლებლები არიან, აზრზე არ არიან, რა, როგორ და რანაირად და რა ხდება. კანონებით მელაპარაკებიან, იმიტომ რომ იქ მეწარმე არავინ არ არის, არის ყველა იურისტი. ერთი კაცი, რომელსაც მეწარმე არის, მე მანახეთ ერთი პარლამენტში. სოფლის მეურნეობა ერთი კაცი, რომელსაც გაეგება, მანახეთ ერთი, უბრალოდ რანაირად უნდა ნახო, კაცშვილი არ გამოდის.
ეხლა მელაპარაკებიან ზუსტად, აი თურმე ესე ყველაფერი ბედნიერების ინდექსი ეს არის და ორ დღეში ერჯერ ადამიანს კლავენ, ორ დღეში ერჯერ ვიღაცა თავს იკლავს, აგერ კიდე ბათუმში უბედურება მოხდა, ანგელოზივით გოგო, არ ვიცი, თავი მოიკლა, გადმოხდა რა მოხდა კაციშვილმა არ იცის, მაგრამ მოხდა, აგერ მანქანებითო თურმე თრალებმა რომ არიანო, რომ უნდა დავაყენოთო რაღაც სვისტოკები უნდა დაუყენოთ, ჩაბეროს უნდა მძღოლმაო და იაროსო, შედალო ცვილო. მაგას რომ აყენებ. იმ მანქანებზე როცა მთრალები იჯდნენ 200 ლოჯს გადაახტევინებდი და ისევ რომ დაждდებოდა მთრალი მანქანაზე. იმათ რატომ არ თქო პასუხს? 225 ჯარიმა რო ქონდა კაც გამოწერილი და სანამდე ბავშვი და ქალი არ მოკლა. მანამდე პასუხი რატო არ მოთხოვე? იმიტომ რომ კანონიც არა გაქვთ ნორმალური მიღებული. კანონები არ არსებობს. აბსოლუტურად არაფერი არ არის. არ ვიგა ესე. ეგ არის რა, მე უბრალოდ გამოვდივარ და ემოციურად გამოვდივარ. იმიტომ გამოვდივარ ემოციურად, საჭიროა. აბსოლუტურად არავის არაფერი არ აინტერესებს. ეხლა საქმე რა ემოციაც საჭიროა. კი, რა თქმა უნდა. მამაღალი თქმაც და ღია ლაპარაკია საჭირო. ერთი ლაპარაკობთ. ეხლა ლაპარაკი. თვალთმაგსობა საქმეს არ აკეთებს რა. მოდი აბა უტყავთ ტაში და ვითომ მე სადამდე მივედით ხო? საბჭოთაშირი მაგ ტაშის რომ დაანგრია, ესე იგი მაგ, ესე იგი ფერებამ და კომუნიკში შევდივართ, ყველაფერი კარგად არის, აი მართლა სხვა რეალობაში ცხოვრობდა მთავრობა და ბოროს დაინგრა. ქვეყანა დადგეს ფეხზე. არ არის, არავის არ არიდგმება ეგეთი. აი პროგრამა ამას ვიძახი, პროგრამა დამანახა. პროგრამა არ არსებობს პროგრამა. თბილისის განვითარების პროგრამა. სოფრის მეურნეობა გენერალური გეგმა. ბავშვები ჩვენი პრიორიტეტია. მეურნეობის განვითარების პროგრამა არ არსებობს. მაგრამ პროგრამა კი. ბავშვი აღარ ჩდება, რაღა ბავშვზეა ლაპარაკი. ბავშვების გაჩენა რამხელა პრობლემას და ბავშვის მაგია ზუსტად და მაგ პრობლემაზე პრობლემა არა, შენახვა არის პრობლემა. ხალხო, ნახეთ რაღის ბავშვის ტანსაცმელი, ნახეთ რაღის საკვები ბავშვის ძუძუმწოვარი ბავშვის და რაღაცა. მრავალშვილიან დედებს ვკითხოთ. დღემდე სტატუსი არ არის, აი მე კიდე ჩემი გულის წვილი მაქვს. სტატუსი ვერ ზოგიერთ ქალი დაცულია, კი, აქვს იმის პირობები, რომ თქვა დაორსულდეს და იმშობიაროს და შეინახოს თავის თავი, თქვა. აქვს ის თანხობრივი მხარდაჭერა, თქვა. არაფერი აბსოლუტურად. არაფერი თაფხავს. რა პრობლემაა ერთ ბავშვს რამდენი ჭირდება თანხა? პატარა თოთო ბავშვს თანხა რამდენი ამის დაანგარიშება არ შეიძლება? როგორ არ შეიძლება? მე თუ შეიძლება, არ შეიძლება ამ თანხის მიცემა? თუ შენ ამაზე ხარ დაინტერესებული, მაგრამ არავის არ აინტერესებს. აბსოლუტურად იგნორი არის ყველაფერი. მრავალშვილიან დედა სტატუსი ვერ გაუხდა. ომის მონაწილე ვეტერანს როცა 100 ლარი გაუხდა ძლივძლიობით, 22 ლარი ჰქონდათ. ხო, რამოდენიმე წელიწადია სულ რაც 100 ლარი გახდა. რა ბავშვის შენახვაზეა ლაპარაკი, ადამიანი შუბლი ჰქონდა შეშვერილი ტყვიაზე, ხო და 100 ლარად არის შეფასებული მისი არსებობა. კარგით რა. არა, აუცილებლად აი არ მოხდება რა გვჭირს, აი რა გვჭირს ის გვჭირს რომ საზოგადოებასთან არ არის დიალოგი. დიალოგი არის მარტო თქვა არ უნდა აპრიორი როცა რაღაცას გააკეთებენ, მაშინ დაიწყება როცა გაგვიჩნდება რაღაც, მაშინ დაიწყება. არაფერი გინდა ნაცები, გინდა ეს ხელისუფლება ერთმანეთში. რომელიმე ვინმე მოსულა და ლაპარაკებ. გინახია შენი დეპუტატი მოსული ყოს ეზოში ან ვინმესთან დალაპარაკე, ხალხო რა გიჭირს? რას მიკეთებენ ირისთვის ყრიანი იქ? რომელიმე მათგანი მოსულა? გამოდიანი, კაი ბიჭები არიან? რომელიმე საათე მოსულა სოფელში ან რაიონში ან საათმე ჩასულა ტელევიზორში გამოვლენ თურმე აქ იყვნენ უპატრონო ბავშვთა სახლში მიიტანეს საჩუქრები და რა ბედნიერები არიან ბავშვები. აი ეს არის რა და ისიც ტელევიზორში უნდა გადაიღონ რა. თუ ასე გაგრძელდა სახელმწიფოს დავკარგავთ უბრალოდ ერთი რაღაცა გავიაზროთ ყველა ცოდვილმაც და წმინდანმაც დიდმა თუ პატარამ, რომ თუ ასე გაგრძელდა სახელმწიფოს მართვა პატრონობა, როგორც ზევიდან ისე ქვევიდან, უბრალოდ სახელმწიფო აღარ გვექნება და გამოჩნდება ესეთი მტერი შიდა თუ გარე, რომელიც სამქვეყანას ეგრეთ კარტის ბავშვებაში რო კარტის გამოჩენილია უკვე ვაშენებდით და ელოდებიან უკვე. ხო, კარტს რო გამოაძებდი და ასევე დაიშლებოდა. აი ზუსტად ასე დღეში ვარ ჩვენ და პატარა სულის შებერვა უნდა ჩვენ სახელმწიფოსო მთელი სახელმწიფოებრივ ჩამოიშალოთ ჩვენი. ამიტომ აი ესეთ ინიციატივებს მე მგონი ხელისუფლება ისე იქცევა, ადრონგირი მაპატიეთ რო ჩავიჭერეთ სიტყვაში, მაგრამ ისე იქცევა რომ თავის თავს ძირს უთხრის.
ბუნებრივი ეგრე ხდება ახლა, ბუნებრივი არა, ეგრე ხდება. იმ ქმედებებით, იმ თუნდაც კანონებით, იმ დამოკიდებულებით, რომლიცაც რაც ტრიალებს ქვეყანაში, თავის თავს უთხრის ძირს. ხო. ასე თუ ისე კონსულტაციები, გახსნილობა, ესაა საჭირო. უკმაყოფილება იზრდება მოსახლეობა. და არ მცირდება. უბრალოდ რაღაც არის ბატონი ჯუმბე რაგერ ახლა გიორგისაც ვეუბნებოდი ხოლმე. აგერ ახლა გუშინ გამოვიდნენ 130 კაცი დავიჭირეთ ნაკო რეაზიტილიზატორიო. ბიჭო, კარგია, მაგრამ თქვენ დალოცვილებო 14 წლის უკან სად იყავით? 14 წლის განმავლობაში რომ არავის არ იჭერდით და ლიბერალური იყო ეს ყველაფერი და ყველამ რო გააკეთა და რო დათესეს და გააუბედურეს ნახევარი საქართველოს. ახალგაზრდობა ეხლა გამოფხიზდით? ეხლა 130 კაცი იჭერთ. საიდან გახდა ის 130 კაცი? არ იცოდა მისმა უბნის ინსპექტორმა არ იცოდა რომ თურმე 130 იქ კაცები ნარკოტიკებს ყიდდნენ და აშენებდნენ, არ იცოდნენ, თელმა სოფელმა იცის ვიღაცა თუ. და მე ეს ამდენი მიგრანტები რო ჩამოდიან და ამდენი ტურისტები იმათ რო ჩამოაქვთ ეს ბომბები. ეს იყო მიშვებული და გააგვიჭი იმათმა თავის საქმე გააკეთეს უკვე. გაათახსირეს ეს ახალგაზრდობა. ეხლა იჭერენ ვითომ რაღაცა უნდა დააბრუნონ უკან, მაგრამ ეხლა რთულია. წარმოიდგინეთ ყოველ დღე რომ 130 კაცი, რამდენი კაცი დარჩა, ესე იგი ყველა გამთარა ნარკოლიარიზატორი საქართველოში. გაუბედურება რა. ვინც ჩამოდის ტურისტი, ყველა ნარკოლიარიზატორია, ყველა პრაქტიკულად. არ გეგონო შენ რომ აქ მუშაობენ და რჩებიან და აი მთელი ეს შავშავი ხალხი რო იტყვიან თბილისს რა ხო, აბა რითი ცხოვრობენ? მაგით ირჩევენ თავს. ეს მთელი ირანი, თურქეთი და მთელი ეს ბანგლადეში, პაკისტანი და ინდოეთი ნარკოტიკებს ყიდიან და ფანრებით აი რო გადახედო, ხა ვინც მაღალსად 20 სართულიანი სახლში 16-იანში ვინც ცხოვრობს რო გადახედოს არემარეს, აი ფანრებით დადიან ესენი და ერთი იღებენ, მეორენი დებენ. ხო და აი ეს მოზღვევებული ჩვენ ამიტომ ვამბობთ რომ ბევრ რამესაა მისახედი, მაგრამ ეს კონსულტაციები თუ არ დაიწყო არასამთავროებთან, ქართულ ეროვნულებთან, მე ახლა ნაცებს და ლიბერალებს სულ არ აინტერესებთ ეს თემა და ისინი იმ უცხოურ შეკვეთას, ეს deep state მართლა არსებობს და იმ შეკვეთას ასრულებენ ესენი, მაგრამ თქვენ დალოცილებო ეროვნულ ხალხს მიხედეთ, ეროვნულ ხალხს და ესაუბრეთ ეროვნულ პარტიებს იმის დაკვეთებს, წერილებს, საზოგადოებას ესაუბრეთ და როცა რაღაცას გააკეთებთ, ყველაფერი კარგად როგორ არის 130 კაცი. განხილვის საგანი იყოს, იგივე ის სკოლის ფორმები. იგივე ერთ წუთით აი იგივე ის სკოლის ფორმები, ხო? რატო არ გააკეთა ეს განხილვის თემად განათლების სამინისტრომ? მაგიდან მოდის ალბათ ეს ინიციატივა, ხო? რატო ფართო პედაგოგები ჩაერთო, საზოგადოება ჩაერთო, რა ყოფილა, როგორი უნდა იყოს. ისე კი არა რომ რაღაცა ვიწრო კაბინეტებში გადაწყდა და იქ ვიღაცა საქმოსანმა მე რაღაცა ათკატებით, რაღაცა წილებით, რაღაცა პროექტი განახორციელა და მე აღმოჩნდება რომ ეს ჩასაცმელი ტოქსიურია თქვა, აღმოჩნდება რომ სწორედ ის პროცენტულობა არ არის და ნერვს აღმოჩნდება რომ ცვეთადია, აღმოჩნდება რომ სუნი უდის ანტანსმეს ჩინეთში გაკეთებულ ყველა ტანსაცმელს სუნი უდის იაფასიანი რაცა, იმიტომ რომ დაბალი ხარისხის სწორედ აი ეს რეციკლიზაციას რო ვამბობთ, ხო, ნაგვიდან გამოტანილი პოლისტიროლით კეთდება ბევრი რაღაც იაფიანი ბოტასი და ტანსაცმელი, ნაგვიდან აღებული პოლისტიროლებით, ხო, გადამუშავებული პოლისტიროლებით. ხო და გადალოცილებო რატო როცა იყო და არსებობს კიდევ სამკერვალოები, მე ვიცი რომ აჭარაშია უამრავი გახსნილი, ქუთაისშია, ბათუმშია, ხო, გორში რაღაც სამკერვალოები არის გახსნილი და მათ მიეციეს შეკვეთები, ოღონდ ნორმალურად დინჯად მოამზადე ეს ყველაფერი. წინასწარ მოამზადე. აი ამის დეფიციტია ყველა სფეროში რა. არმიაშიც, განათლების სისტემაშიც, სპორტშიც ახლა ფეხბურთი რა სამარცხვინო კალათბურთად გადავაქციეთ, ხო? იმიტომ რომ იქაც მაფიაა თავისებურად და განსაკუთრებით ბავშვთა ფეხბურთში. განსაკუთრებით ტოტალიზატორები მუშაობენ ამ ფეხბურთელებთან და იმდენი ცუდი შავი საქმე კეთდება. ჩვენ ხო ვიცით ეს. ანუ ყველა სფერო არის გამოსაჯანსაღებელი და მაგრამ ეს არ გაკეთდება დახურულობით, ჩახურულობით. მურვანყურუ აი დაგვებენდა რა ეს მურვანყურთან დაწყებული მეგონი მთავრობა არ ყოფილა ყველა არის ყრუ და ყველა არის ესე იგი საზოგადოებასთან კონტაქტში არ მიდის და თუ მიდის მე შავი ხრელებიდან გარბიან და ჩორნი ხოდებიდან და იქიდან საზოგადოებას ესე იგი ემალებიან რამდენჯერ ვნახეთ ჩვენ ხო სამინისტროში მივიდა ქართული არასამთავრობო და დაემალენ მოკლედ და ესეთი სიტუაცია ეს რეფორმისტული სული არის საჭირო და ისევ მთავრობასთან ერთად უნდა გაკეთდეს
სხვანაირად არ გამოდის. ლიბერალებს უნდათ რომ ყველაფერს ბოლი და ცეცხლი ადიოდეს, მაგრამ ჩვენ გვინდა ეროვნულებს რომ კონსტრუქციულები ვიყოთ და რევოლუციური გზით კი არა, ევოლუციური გზით წავიდეთ. და რაღაცა მოხდება ალბათ ისე რომ ესე იგი ჩაგვისხავენ ამ ბასენში წყალს და ყველა ერთად ისურავენ. არ მოხდება ეგრე. არაფერი არ მოხდება. ძალიან ცუდი თუ არ მოხდება. გამორიცხულია მაგ. ბასენში სუფთა წყალი ჩაგისხან, თუ გამორიცხულია. ძალიან ცუდია მაშინ, ძალიან ცუდი. ესე იგი დასამარებულა საქართველოს და ეგ. არა, არ დასამარებულა ესენი წავლენ ბოლოს აბოლოს. ხალხი ვერ ცვლის ხელისუფლებას, მაგრამ ხელისუფლება ცვლის ხალხსო. და მე მგონია რომ თუ შევხედავთ და გავაანალიზებთ ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფის ქცევას, არსებობის წესს, ნამდვილად ეგრე არის. ჩვენი საზოგადოებაც შეიცვალა. თუნდაც ის იმ ინდიფერენტულობის გამო, რომელიც თქვა დღევანდელი და ხვალინდელი დღის მიმართებაში არის. მე ვთვლი რომ და ვფიქრობ რომ ყველაფრის საფუძველი არის მიწის ფლობა. საქართველოსთვის ეს არის პირველი საკითხი. საქართველო იყო მიწათმოქმედი და მესაქონლეობის, ანუ სოფლის მეურნეობას რაც ეხებოდა, ის ქვეყანა იყო. ბატონ ჯუბელ, აი 3 წუთი გვაქვს, 2 წუთი. აბა გიგათ თქვენ სიტყვით და თქვენ მე რა უნდა ვთქვა, ჩემი ძირითადი რა შეიძლება. ძირითადს რასაც ვიტყვი ერთი არის, რომ პირდაპირ ვეუნები რა, რომ პროფესიონალები უნდა იყვნენ მოსული თავრობაშიც და პარლამენტშიც რა. არ იქნებიან პროფესიონალები, არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას და პროფესიონალები არიან და არც ერთი პროფესიონალი არის, არც მინისტრი, არც მთავრობის მოადგილე და არავინ არ არის რა. თითქმის არავინ არ არის. არც პარლამენტში ვინ არის ახლა პროფესიონალი, მოჭიდავეები და ფეხბურთელები ყავთ, კაცო და შტანგისტები, კარგით რა ხალხო და 40 ბიზნესმენი, რომელიც მილიონერია და თავის ბიზნესს იცავენ რა და პროფესიონალები არიან ფულის კეთებაში. სამწუხაროდ, მაგრამ ოპტიმისტებით იყოთ გიგა, ნამდვილად ჩვენ რა იცი ხანდახან მართლა შავფერებში ჩანს ყველაფერი, მაგრამ ჩანს კი არა ფაქტია, გავიდეთ. ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, ჩვენ ქრისტიანები ვართ და ჩვენ პირველ რიგში ვართ ქრისტიანები, მართლმადიდებლები და შემდეგ ოპტიმისტები და ეს ოპტიმიზმი არ დავკარგოთ, ჩვენი ხალხი გამოიღვიძებს და ყველანი ხელებს ჩავკიდებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცა ზევიდანაც იქნება ინიციატივები, ქვევიდან არის ინიციატივები და ერთმანეთს დავინახავთ, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება რა, განსაკუთრებით თავრობამ და ეროვნულებმა ერთმანეთთან დაინახოს, სხვა თანამშრომლობის შანსი არ არის. ჩვენ გვაქვს სურვილი რომ ზევიდან იყოს ინიციატივა და ჩვენ მივესალმებით ამას. ჯერჯერობით 14 წელია იგნორირება, მაგრამ მაგის მოწმენი ვერ გავხდით. კი. სამწუხაროა, გულსადასაწყვეტია, მაგრამ პოზიტიურები ვიყოთ. მე ვფიქრობ, რომ ეროვნულ განმათავისუფლებული მოძრაობა და მთავრობა ეს იქნება თუ სხვა იქნება ერთად გაერთიანდება და დიდ ეროვნულ საქმეებს გააკეთებს. ისე როგორ შეგრიბეს იქ ერთნაირები, რომ სულ ყველას მოწონს. ყველაფერი. ერთი არ არსებობს გამომსვლელი რომ თქვას, რომ არა ძმაო, ცოტა სვანაა. მეგობრებო, სულ პირდებოდნენ კომუნიზმში და ნატოში შესვლას, მაგრამ ეს არ მოხდება. ჩვენ შევალთ თავისუფალ ძლიერ საქართველოში და მე ვფიქრობ ერთად ხელებს ჩაკიდებული და მე ვიქნებ ჩვენ ვიცით რომ ერთ ნავში ზივარ და ეს ნავი უნდა გადავარჩიოთ დათქმისაგან. ამინ ჩვენს გვერდში დგანან უამრავი წმინდანები და ჩვენი ანგელოზები მფარველობენ ჩვენ შვილებს და საქართველოს. მომავალ შეხვედრებამდე.